ღირსშესანიშნავი ცხოვრების გაგრძელება ალბათ ნებისმიერ ადამიანს მოსვლია მსგავსი კითხვა თავში ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც თვლიდა, რომ ის ცხოვრების გამოუვალი მდგომარეობის წინაშე დგას და მის შრომას ამაო და ფუჭი ხასიათი აქვს და სადღაც უნდა დასრულდეს ეს დაუსრულებელი ტანჯვა. სწორედ ამ მიზნით და ამ ფიქრებისგან გასათავისუფლებლად შეიქმნა ის ტექსტი, რომელზეც დღეს მინდა რომ მოკლედ გესაუბროთ და ეს არის ალბერ კამიუს სიზიფის მითი. ჯერ დავიწყოთ იმით, თუ ვინ არის სიზიფი. ეს არის მითოლოგიური პერსონაჟი, რომელსაც ღმერთება სასჯელად დაუწესა მძიმე ლოდის მწვერვალზე ატანა, რომელიც მისი ატანის შემდეგ ის უკან გორდება და ამ პროცესს დაუსრულებლად ასრულებს სიზიფი, ანუ ის ჩამოდის მწვერვალიდან და ხელახლა იწყებს იმ მძიმე ლოდის მწვერვალზე აგორებას, რომელიც თავიდანვე არის განსაზღვრული იმისთვის, რომ ის უკან უნდა დაგორდეს აუცილებლად. და კამიუ გთავაზობს აქ ამ მითის მისეულ ინტერპრეტაციას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს ადამიანური ყოფის ნამდვილი ტრაგედიაა, კამიუ სულ სხვა კუთხით გვაჩვენებს ამ მითის ამ არსს. და მთავარი მომენტი დგება მაშინ, როდესაც სიზიფე მწვერვალიდან ბრუნდება უკან, ანუ ამ დაბრუნების მომენტში, როდესაც ის სრულად აცნობიერებს თავისი ყოფიერების და თავისი არსებობის არსს. ანუ ის აცნობიერებს იმ უაზრობას და ერთგვარ აბსურდს, რომელშიც ის არის ჩაბმული და ეს ტექსტი ერთგვარად არის ცხოვრებისეული ყოფის მეტაფორაც, რომ ჩვენ შეიძლება ვეზიდებოდეთ ტვირთს ყოველდღიურად ცხოვრებაში და ჩართული ვიყოთ ამ რუტინულ პროცესში, რომელსაც შეიძლება შედეგი არ მოჰქონდეს და ჩვენ თვლიდეთ, რომ რა აზრი აქვს ყველაფერ ამის კეთებას, მაშინ, როდესაც სიცოცხლე ხანმოკლეა და ის აუცილებლად არის სიკვდილით ბეჭედ დასმული. თუმცა კამიუ გთავაზობს შემდეგ აზრს, რომ სიზიფე სწორედ იმ მომენტში, როდესაც მას შეაქვს ცნობიერების შუქი აი ამ პროცესში და ის აკვირდება ამ თითქოს ერთი შეხედვით უნაყოფო შრომას, ის ხდება საკუთარი თავის ბატონ-პატრონი და ის ხდება თავისუფალი. და სწორედ თავისუფლება ის განსაზღვრელი ფაქტორი და აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ადამიანი იყოს ბედნიერი და კამიუ აკეთებს ერთ შეხედვით სრულიად პარადოქსულ დასკვნას, რომ სიზიფე მიუხედავად იმისა, რომ მისი ბედისწერა არის წინასწარ გაწერილი და ის ამაო შრომას ეწევა, სიზიფე არის ბედნიერი, რადგან სიზიფე ყოველ ჯერზე, როდესაც მწვერვალიდან ლოდის ატანის შემდეგ ბრუნდება, ის ბრუნდება გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე ის